რა ცვლილებებს ვერ ამჩნევ შენ საკუთარ თავში? რა ცვლილებებს ვერ ამჩნევ შენ საკუთარ თავში? აბა ნახოთ ახლა ჩვენ. რა ცვლილებებს ვერ ამჩნევ? შენ ვერ ამჩნევ შეიძლება იმას, რომ უკვე რასაც ამჩნევ მსხვერპლი რა, რომ შენ უკვე შეიცვალე, შენ იპოვე შენი თავი. შენ ხარ როგორ იცით ადამიანი, რომელმაც მოერია ბევრი რაღაცა, ბევრი დაბრკოლებები, ბევრი სიტუაციები, რომელიც იყო თქვენ ცხოვრებაში, თქვენ უკვე მაგას მოერიეთ. თქვენ უკვე უსმენთ თქვენს სულს, თქვენ უკვე უსმენთ იმას, რაც გინდა თქვენ. თქვენ ალბათ იხედებით სარკეში და უკვე ხედავთ იქ სულს შეცვლის სულ სხვა ადამიანს. თქვენ უკვე ხედავთ იმას, რომ თქვენშიც არის ისეთი ანთია ცეცხლი, რომ თქვენ უკვე თქვენი აი ამ ენერგიით შეგიძლია სხვებსაც დაეხმაროთ მათ პრობლემებში და უკვე თქვენი შეიძლება აი ეს როგორი მომენტი არის ძალიან იცვლები, ძალიან შეიძლება პოზიტიურიც გახდეთ და ამას ვერ ამჩნევთ თქვენს თავში ნამდვილად რა. თუ ამჩნევთ, ნუ ესე იგი არასაკმარისად და თქვენ იმასაც ვერ ამჩნევთ, რომ თქვენ უკვე გააქვთ აი ეს ენერგია, რითიც თქვენ შეგიძლია დაეხმაროთ სხვა ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვინც თვითონ ჯერ არ არის გარკვეული თავის პრობლემებში, იმიტომ რომ თქვენ გააქვთ უკვე მისი, ცოდნა გააქვთ რაღაცა ისეთი, თქვენ იმდენ რაღაცები გააქვთ გამოვლილი, თქვენ ისეთი გამოცდილება გააქვთ, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ ნამდვილად ადამიანებს გულით, სულით კი უკვე გაუხსნათ გზა, აჩვენოთ ის ლამაზი, ის მშვენიერი, ის კარგი გზა. თქვენ ვერ ამჩნევთ, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება მოდის, უნდა თქვენი თქმა იმ დროს შეიძლება თქვენ უბრალოდ ის ცვლილებები არის თქვენში, რომ თქვენ ნამდვილად რაღაცა თქვენში ენერგიები შეიცვალა, უფრო მსუბუქი გახდეთ, უფრო ქალური, უფრო ნაზი, უფრო ლამაზი, ასე რომ ვთქვათ რა და თქვენ უკვე სხვანაირი ენერგიები გაქვთ უეჭველი და ეს ენერგიები არის ძალიან ძალიან მიმზიდველი. თქვენ ვერ ამჩნევთ იმას, რომ თქვენ იზიდავთ ადამიანებს, ვისაც სჭირდებით, თქვენ ხართ, ნახეთ, თვით სიყვარული გახდეთ, სულ სხვანაირი ენერგიები გადადიხართ თქვენ ქალურ ენერგიებში. თქვენ თუ უკვე ვინმეს ეხმარებით, გინდათ გულით დაიხმაროთ და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ და უნდა შეამჩნიოთ.